შეხედე ამას საოცარია. შეხედე რა ფესვებია. ეს ახალი მეთოდი ძალიან მაგარია. ის არა მარტო სწრაფია, არამედ ძალიან ეფექტურიცაა, განსაკუთრებით ისეთ ხეხილში, როგორიც ავოკადოა, რომელიც ფესვების გამოყვანისთვის არც თუ ისე მარტივია. პატიოსნად რო გითხრა, თუ ჯერ კიდევ არ იცნობ ამ მეთოდს, დღეს გასწავლი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერს, რაც კი ოდესმე გამომიცდია. ასე რომ დრო რო არ დავკარგოთ, დავიწყოთ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის იმ ხეხილის არჩევა, რომლის გამრავლებაც გვინდა. ამ შემთხვევაში ავიცი ახალგაზრდა ავოკადო, რადგან მინდა ბაღში ბევრი მქონდეს. შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ ზონის გაწმენდა ყველა იმ ტოტისა თუ ღეროსგან, რაც ხელს შეგვიშლის ამაკოდის გაკეთებაში. ახლა მოვნიშნავთ იმ ადგილს, სადაც აკოც გავაკეთებთ. დაახლოებით 2 დუიმის, ანუ დაახლოებით 5 სანტიმეტრის მანძილს დავტოვებთ. სულ დაახლოებით 8 ხრახნს დავამაგრებ ტოტის გარშემო თანაბრად განაწილებულად. მაგრამ მანამდე ერთ ძალიან მარტივ ხრიგს გამოვიკენებთ. ყველა ხრახს დავამუშავეთ ალოევერას ფოთოლში ჩადებით, რომ დეზინფექცია მოვახდინოთ. ასე რომ, როცა ტოტს გაივლიან, ნაწილობრივ დეზინფიცირებულები იქნებიან. ახლა სახრახნისით ვიწყებთ ყველა ხრახნის შემთხვევით ჩახრახნას იმ არეში, რომელიც ადრე მოვნიშნეთ. როცა ყველა ხრახნი უკვე ჩახრახნილია, ავიღებთ ცოტა დაფქულ დარიჩინს და მოვაკრით თელ ზონას. ეს დაეხმარება ჭრილობის დაცვას შესაძლო პათოგენებისგან. ახლა ავიღებთ ერთჯერად ჯიქას. ჯიქას უკეთებთ ვერტიკალურ ჭრილს ცენტრამდე. შემდეგ ქვედა ნაწილში რამდენიმე პატარა ჭრილს გაუკეთებთ, რომ იდეალურად მოერგოს ტოტს. ახლა, როცა ჭიქა უკვე ადგილზეა, ოდნავ შევკრავთ პლასტმასის სამაგრით, რომ არ ჩამოვარდეს შევსებისას. ასე. ეს არის სუბსტრატი, რომელიც ძალიან კარგად ატარებს წყალს, ინარჩუნებს ტენიანობას და თან ადვილად არ ეკუმშება. ძალიან მსგავსია. უნივერსალურ სუბსტრატში ნელ-ნელა ვამატებს სუბსტრატს და როგორც კი დაიკუმშება, სამაგრებს მოუჭერთ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს დამაგრებული. ახლა როცა ყველაფერი დასრულებულია, დადგა პირველი მორწყვის დრო. კარგად მორწყავთ, რომ ტენიანობა სრულად შეეხოს იმ ადგილს, სადაც ჭრილობები გავაკეთეთ ხრახნებით. ახლა ვიღებთ შამ პოლიეთილენს, ამ შემთხვევაში ნაგვის პარკს და უკეთებთ საკმარისად დიდ ჭრილს, რომ შეგვეძლოს მთლიანად გადავაფაროთ აკოც. ასე უკეთ შევინარჩუნებთ ტენიანობას და შიგნით უფრო თბილ ტემპერატურას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ფესვების გაჩენასა და განვითარებას. ახლა, როცა პოლიეთილენი მზად გვაქვს, უბრალოდ მთლიანად ვახოთ აკოც და ვამაგრებთ ბრიდებით ან თოკებით, რომ კარგად დაიკეტოს. ამ მეთოდის მოვლა ძალიან მარტივია. დრო და დრო ხსნით აკოდის ზედა ნაწილს და ვამატებთ ცოტა წყალს, რომ სუბსტრატის ტენიანობა შევინარჩუნოთ. როგორც წესი, ამის გაკეთება დაახლოებით ყოველ 10 დღეში ერთხელ საკმარისზე მეტია. თუმცა, თუ ძალიან ცხელა, რეკომენდებულია ცოტა ადრე შევამოწმოთ, რომ დავრწმუნდეთ, სუბსტრატი სრულად არ გამოშრეს. და თუ ამასთან ერთად გიყვარს მთვარის კალენდრის მიხედვით მოქმედება, ბევრი ადამიანი ამ ტიპის გამრავლებას ამჯობინებს მთვარის კლებად, დაღმავალ ფაზაში, რადგან ტრადიციულად ეს პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე ხელსახრელად ითვლება ფესვთა სისტემის განვითარების სტიმულირებისთვის. სანამ კვირები გავა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ. რომ განმარტო რამდენიმე კითხვა, რომელსაც ხშირად მისვამთ, როცა ამ ტიპის გამრავლებას ვაკეთებ. მაგალითად, ბევრი ადამიანი მეკითხება, შეიძლება თუ არა ეს მეთოდი ნებისმიერი ხეხილისთვის გამოვიყენოთ. საწყის ეტაპზე შეიძლება სცადოთ ძალიან ბევრ სახეობაზე, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა ხეს ერთნაირად არ უვითარება ფესვები. ზოგი ხეხილი ძალიან სწრაფად რეაგირებს, ხოლო სხვებს გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ. ასევე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ხის ასაკი, წლის დრო, ტოტის სისქე და რაც მთავარია, ხეხილი უნდა იყოს ჯამრთელი და აქტიურ ზდაში.
ამიტომ თუ პირველად აკეთებ ამას, გირჩევ ჯერ ახალგაზრდა ტოტზე სცადო. მაგრამ ისეთი იყოს, რომ უკვე გარკვეული სიმტკიცე ჰქონდეს. არ ღირს ზედმეტად ნაზი ტოტის არჩევა, რადგან შეიძლება გადაიხაროს ან გამოშრეს, მაგრამ არ ძალიან ძველი და სქელი ტოტი, რადგან ჩვეულებრივ ასე ტოტს ბევრად უფრო გაუჭირდება. ფესვების წარმოგრმა. ამ შემთხვევაში ამას ავოკადოზე ვაკეთებ, რომელიც სწორედ არ არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხეხილი ფესვების გასავითარებლად აკოდის მეთოდით. და სწორედ ამიტომ მინდოდა შემემოწმებინა სადამდე მივიდოდა ეს მეთოდი. ასევე ხშირად მეკითხებით, საჭიროა თუ არა ფესვების წარმოქმნის ჰორმონის გამოყენება. ამ შემთხვევაში მე არ გამომიყენებია არც ერთი კომერციული ჰორმონი. ერთადერთი რაც გამოვიყენე, იყო ალოე ვერა, რომლითაც შევიტანე ხრახნები და ცოტა დაფქული დარეჩინი. იმ თელ ზონაზე, რომელზეც ვიმუშავეთ. ალოე ვერა არა მხოლოდ გვეხმარება ოდნავ დავაზეთოთ ხრახნის შეყვანისას, არამედ ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ პროცესის განმავლობაში ადგილი უფრო სუფთა შევინარჩუნოთ. დარეჩინს ვიყენებ როგორც დამატებით საშუალებას, რომ დავიცვა ის ნაწილი, სადაც ჭრილობები შევქმენით. ახლა თუ შენ გაქვს ფესვების წარმოქმნის ჰორმონი და გინდა გამოიყენო, შეგიძლია ესეც გააკეთო. შეგიძლია მცირე რაოდენობა მოაყარო იმ ზონას, სადაც ხვრელები გავაკეთეთ, სანამ ქოთან სუბსტრატით დაფარავ. მაგრამ არც გადაჭარბება ღირს, რადგან მეტი რაოდენობის გამოყენება არ ნიშნავს, რომ ხე უფრო მეტ ფესვს განავითარებს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ყველაფერი პროდუქტით შეავსო. ნამდვილად მნიშვნელოვანი ისაა, რომ არსებობდეს დაზიანებული ზონა, რომელსაც შეუძლია ფესვების წარმოქმნა, სუბსტრატმა შეინარჩუნოს მუდმივი ტენიანობა და აკოდო მთელი პროცესის განმავლობაში არ გამოშრეს. უკვე 7 კვირაზე მეტი გავიდა და დადგა დრო შევამოწმოთ, ნამდვილად იმუშავა თუ არა ამ ახალმა ხრახნის მეთოდმა. მოდით გავხსნათ აკოდო. პირველ რიგში ვხსნით შავ პოლიეთილენს და შემდეგ ფრთხილად ვაცილებთ ქვედა ნაწილს. ახლა კი აი ასე. შეხედე ამას. ეს ნამდვილი სიგიჟეა. დაკვირდი, რამდენი ფესვია განვითარებული. გარდა ამისა, ეს ფესვები სრულიად თეთრია, სქელი და ძალიან ჯამრთელი ჩანს. ზუსტად ის, რაც გვჭირდება კარგი გადარგვისთვის. ახლა მხოლოდ ის გადარჩა, რომ აკოდო ამ ფესვთა მასის ქვემოდან მოვჭრათ და სამუშაო მაგიდაზე გადავიტანოთ, რომ უკეთ დავათვალიეროთ. აღის მაკრატლის დახმარებით ნელ-ნელა და ძალიან ფრთხილად ვაცილებთ ქოთანს. ფესვების დაზიანების გარეშე. ახლა დარბის დროა. დაახლოებით 11 ლიტრიან ქოთანს გამოვიგანებ. და ზუსტად იმავე სუბსტრატს გამოვიყენებ, რაც ადრე გამოვიყენეთ, რადგან მთელი პროცესის განმავლობაში ძალიან კარგი შედეგი მოგცა. ვაკეთებთ ორმოს, ვათავსებთ აკოდოს, კარგად ვამაგრებთ და შემდეგ გარშემო კიდევ სუბსტრატით ვავსებთ. ქელებით ოდნავ ვუჭერთ, რომ მყარად იყოს და შემდეგ კარგად ვრწყავთ. ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ადაპტაციის პერიოდი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ახალი ხე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მის ფესვებს ახლახან ჩამოუყალიბდა. ამიტომ პირველ 7-დან 10 დღეში მას ნახევრად ჩtildeში ან ჩtildeში მოვათავსებთ, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირ მზის სხივები. ასე შევამცირებთ გადარგვის სტრესს. და მივცემ დროს, რომ ახალმა ფესვებმა დამოუკიდებლად შეეგუონ ახალ ცხოვრებას, დედახისგან სრულიად დამოუკიდებლად. აი ასე მარტივად ჩვენ გვექნება ახალი ხეხილი ტორნიკეს მეთოდის გამოყენებით. ეს არის მარტივი მეთოდი, რომლისთვისაც თითქმის ყველა საჭირო მასალა სახლში გვაქვს და როგორც ნახე, მართლაც შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა. ახლა მომწერე კომენტარებში, რომელი ქვეყნიდან მიყურებ და რომელ ხეხილზე გსურს ამ მეთოდის გამოცდა. დიდი მადლობა, რომ აქამდე მოხვედი. თუ ვიდეო მოგეწონა, არ დაგავიწყდეს, დაალაიქო, გააზიარო და გამოიწერო არხი, რომ შემდეგი ვიდეოები არ გამოგჩეს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გაგზავნით ძლიერ ჩახუტებას. ნახვამდის.